მოგესალმებით. დიდი ხანია ამ გაკვეთილის ჩაწერა მინდოდა და გადავწყვიტე, რომ დღეს კარგი დრო იქნებოდა ამისთვის. ყველას, ვინც ინგლისურის შესწავლას გადაწყვეტს, საწყის ეტაპზე უჩნდება შეკითხვა, თუ როგორ ალაპარაკდე ინგლისურად სწრაფად, როგორ ალაპარაკდე მოკლე დროში. ჩვენი დღევანდელი ვიდეოც სწორედ ამის შესახებაა და გირჩევთ კარგად მოგალაპდეთ, რადგან საინტერესო ინფორმაციებს გაიგებთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ რატომაა ინგლისური ენა საჭირო და რატომ უნდა დავიწყოთ სწავლა დღესვე არის ის, რომ დედამიწაზე დღესდღეობით ინგლისურად დაახლოებით 1,5 მილიარდი ადამიანი საუბრობს. ანუ საშუალოდ ყოველი მე-7 ადამიანი სრულყოფილად ფლობს ენას. აქედან მშობლიური მხოლოდ 1,5 მილიარდის, ანუ დაახლოებით 25%-ისთვისაა, ხოლო დანარჩენი 75%-ისთვის ინგლისური ენა წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ მეორე სასაუბრო ენას. ყველას უჩნდება შეკითხვა, თუ დაახლოებით რამდენი სიტყვა უნდა ვიცოდეთ, რომ სრულყოფილად საუბრობდეთ ინგლისურად და არ შეგეშინდეთ. დაახლოებით 40,000 სიტყვაა საჭირო იმისთვის, რომ ჩაითვალოს ჩვენი ცოდნა სრულყოფილად. თუმცა ეს რიცხვი ნამდვილად დიდია და ეტაპობრივი სწავლებითა და მეცადინეობით მარტივად მიღწევადი, მაგრამ კარგი ამბავი არის აქ ის, რომ იმასაც გააჩნია, ჩვენ რა გვინდა. ანუ გსურს სრულყოფილად ვიცოდეთ ინგლისური თავის გრამატიკული სიღრმეებით, თუ შეგვეძლოს ადამიანებთან თავისუფალი კომუნიკაციის დამყარება და კონტაქტი. ამ შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ ეს რიცხვი თითქმის ნახევრდება. ინგლისური ენა ზოგადად განვითარებადია. მაგალითად, ჩვენ თუ ქართულ ენაში რაიმე სიტყვას ვიყენეთ და არ იცვლება, ინგლისურ ენაში ყოველწლიურად 536 ახალი სიტყვა ინერგება და რა თქმა უნდა, ესეც არის ხშირ შემთხვევაში დამწყებებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი. თუმცა დაამბეწმუნეთ, რომ ელემენტარულ დონეზე კომუნიკაციის დასამყარებლად არაა საჭირო 1 და 2 წელი დღის და ღამის გასწორება. დაახლოებით 3-4 თვეში თავისუფლადაა შესაძლებელი მარტივი კომუნიკაციის დამყარება შევძლოთ, რაშიც ჩვენი გვერდი დაგეხმარებათ, სადაც შეგიძლიათ გადაათვალიეროთ ვიდეოების სექცია, ნახოთ, რომ 100-ზე მეტი ვიდეო გვიდევს, ვიწყებთ ანბანით და მივყვებით თემატურად, მოვიცავთ უამრავ საკითხს და ვაპირებთ იქამდე გავოგრძელოთ, სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება დაინტერესებული ინგლისური ენის შესწავლით. ჩვენთან არაფერს ვითხოვთ, გარდა იმისა, რომ მოიწონოთ ვიდეო, არხი გქონდეთ გამოწერილი და 3 წამი დავუთმოთ გულის ან რაიმე ნებისმიერი სმაილის დაკომენტარებას, რაც ისევ იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებმაც არ იციან ჩვენი გვერდის არსებობის შესახებ. და ზოგადად, როცა ეს მოწოდება ხოლმე, რომ ვიდეო მოვიწონოთ და დავაკომენტაროთ, არა იმიტომ, რომ ჩვენ რაღაცა, არა. ეს არის მარტო იმიტომ, რომ უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ამ ვიდეოების ნახვას. სულ ესაა. ინგლისური ენის შესწავლა ნულიდან მარტივი არ არის და თუმცა იმასაც გეტყვით, რომ თუ ამ ვიდეოს უყურებთ, თქვენ უკვე რაღაც დონეზე იცით ინგლისური. აი, თუნდაც ის მარტივი სიტყვები, როგორიცაა დიახ, არა, გამარჯობა, ნახვამდის, დილამშვიდობისა, დამეხმარე და ასე შემდეგ. ესე იგი, არ იწყებ ნულიდან და თუ ეს სიტყვები, რაც მე ჩამოთვალე, შეთვის ნაცნობია, ერთ რაღაცაზე დაგაფიქრებ. თავად უკეთ იცი რატომაა ნაცნობი და მოდი ამას ახლა ავხსნი. სიტყვა yes, no, welcome, hello, goodbye და მსგავსი სიტყვები, იმიტომ ვიცით, რომ მათ ვხედავთ ყოველდღიურად. ვკითხულობთ და გვესმის ადამიანებისგან. სწორედ ესაა მთელი ამ ამბის საიდუმლო. ენის შესწავლა იგივეა, რაც ყოველდღიური რუტინა, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ვაიძულოთ საკუთარი თავი დღის განმავლობაში 5-დან 10 სიტყვამდე ვისწავლოთ. დამიჯერეთ, რომ 3 თვეში თქვენ შეძლებთ ადამიანებს თავისუფლად დაელაპარაკოთ და დაამყაროთ მარტივი კომუნიკაცია. მისივე თხოვნით არ დავასახელებ ვინაობას, საუბარია ცნობილ და საოცრად ჭკვიან განათლებულ ინგლისური ენის პროფესორზე, რომელმაც მითხრა, რომ ყველაზე კარგი გზა დამწყებისთვის ინგლისური ენის შესასწავლად არის ის, რომ სწავლა დაიწყოს მის გარშემო არსებული სიტუაციიდან. აი ხა ის რას გულისხმობს? აი მაგალითად, რას ხედავთ თქვენს გარშემო? ხო, აი მე ახლა მაგალითად ხედავ მაგიდას, კომპიუტერს, მონიტორს, სკამს, კედელს, კარს და ასე შემდეგ. სწორედ აი აქედან იწყება ენის შესწავლა და არა რაღაც სიღრმისეული გრამატიკული წიაღსვლები და. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ დავიწყოთ ჩვენს გარშემო არსებული ნივთების ინგლისური შესატყვისების შესწავლა. მოდი დავიხმაროთ ფოტო. აი ახლა თქვენ რა ფოტოსაც უყურებთ და ერთად თქვათ თუ რას ხედავთ, როგორც ხედავთ ფოტოზე გვაქვს ოთახი, ოთახი არის ინგლისურად room, 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 ოთახი, ეს არის room.
მოდი ახლა დავიწყოთ ამ ნივთების გარჩევა და თავად ნახავთ თუ როგორ გაგიმარტივდებათ ამ მიდგომით ინგლისური ენის შესწავლა. პირველ რიგში რას ხედავთ, ხო? ხედავთ მაგიდას, სკამს, დივანს, კარებს, ფანჯარას, კედელს, ტელევიზორს და ასე შემდეგ. ხო, მოდი ეს სათითაოდ მივყვეთ და განვიხილოთ აი რა არის, ხო? ფანჯარა. აი მაგალითად ფანჯრი დავიწყოთ, ხო? ფანჯარა არის window. Window არის ფანჯარა. Window. ნახეთ კიდევ ერთ საინტერესო რჩევასაც გეტყვით, თუმცა სანამ იქამდე გადავალ გავაგრძელოთ და შემდეგ ის რჩევაც იქნება. ფანჯარა window. კიდე რას ხედავთ, ხო? კარებია. კარი არის door. Door. ანუ ფანჯარა window, კარები door. კედელი wall. 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 კედელი. კიდევ ხედავთ ხალიჩას, ხო? ხალიჩა არის carpet. 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 საწოლი არის bed. 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 ანუ ეხლა ისევ თავიდან ვთქვათ, ხო? დავინახეთ ფანჯარა, ფანჯარა არის window, კარები door, კედელი wall. ხალიჩა carpet, საწოლი bed. აი ახლა გავაგრძელოთ. კიდევ ვთქვათ, კიდე 5-6 სიტყვა რომ ნახოთ. მაგალითად მაგიდა. მაგიდა არის table. Table. Table არის მაგიდა. სკამი არის chair. 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 კიდევ ხედავთ ჩვენ ტელევიზორს, ხო? ტელევიზორი არის მარტივი TV, მოკლედ იწერება, უკვე television-ს აღარავინ აღარ ამბობს, თუმცა ისე არის television, თუმცა ყველა მოიხსენიებს როგორც TV, შემოკლებული ფორმით. კიდევ რას ხედავთ? კიდევ არის ბუხარი, fireplace, fireplace, ბუხარი. კიდევ პატარა იქით მარჯვენა მხარეს განათება არის lamp, lamp, ლამპა რა, ეს როგორც ხურში გვეს, lamp. დივანი არის sofa, ბალიში არის pillow, ჭიქა არის cup, მაცივარსაც ხედავთ არის refrigerator, refrigerator. ახლა შეიძლება რომ ეს მოგოჩვენოს რაღაცა შეუძლებლად ესე რომ ერთიანად დავიმახსოვროთ, თქვათ 15-20 სიტყვა, ხო? თუმცა აი ყოველდღიურობაში რომ ჩვენ გამოვიყენოთ რომ მაგალითად აი ვიცოდეთ რომ მაგალითად ეს არის sofa, sofa არის დივანი, ხო? აი შევხედოთ გაგვახსენდება გონებაში ვიტყვით რომ sofa, sofa, sofa არის დივანი, sofa, sofa ესე იწერება. მაგალითად საწოლი არის bed, bed. აი საწოლსაც რომ დავინახავთ, ხო? ან დავფიქრდებით რომ უნდა დავიზინოთ რაღაცა, ვიტყვით რომ bed არის საწოლი. კედელი არის wall, კარები არის door, ფანჯარა არის window და ასე შემდეგ. ანუ თავარი ამბავი ამ ყველაფერში ისაა, რომ უნდა ვისაუბროთ ხმამაღლა, რადგან ურმა დაიმახსოვროს ის, რასაც თვალი ხედავს და ენა ამბობს. ეს წესი დაგვეხმარება ინგლისური ენის მარტივად შესწავლაში, პირადი გამოცდილებით და ჩვენი მოსწავლეების მაგალითზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მეთოდი ნამდვილად მუშაობს და მისი გამოყენება და ყოველდღიურობაში დანერგვა დიდი შედეგის მომტანია. დღევანდელი გაკვეთილი ჩათვალეთ რომ სულ ეს იყო, თუმცა სანამ დავიშლებოდეთ, მინდა რომ ერთი ძალიან საინტერესო და როგორ თქო მნიშვნელოვანი რჩევა გაგიზიაროთ. აუცილებლად დააკვირდით ხოლმე, აი თუნდაც პირობითად ავიღოთ მაგიდას, ხო? აი მაგიდა არის table, ხო? შეგვიძლია რომ აი ყველგან იყიდება საკანცელერიო მაღაზიებში პატარა ფურცლები, აი მისაგრობი ფურცლები რა. დავწეროთ აი ჩვენთვის დასანახ და მნიშვნელოვან ნივთებზე რა. პირობითად თქვათ მაცივარზე მივაწეროთ, აი ამას მივაკრათ ეს სტიკერივით და მივაწეროთ რომ არის refrigerator. ხო, ფანჯარას მივაკროთ და დავაწეროთ რომ არის window. კარს მივაკროთ და დავაწეროთ რომ არის door. ეს ჩვენთვის რა, ეხლა ჩვენთან სახლში ხო, ჩვენ გარდა ხო ჩვენი ოჯახის წევრები არიან, სხვა ამას ვერავინ ვერ ნახავს და არც რაღაც უხერხულობის შეგრძნება არ გექნებათ. პირიქით წარმოიდგინეთ რომ მთელი დღის განმავლობაში შეხედავთ იმ სიტყვებს, რასაც თქვენ გარშემო ნივთების დამახასიათებელ სიტყვებს, რომლებიც თქვენ გარშემო არსებობენ და ძალიან მოკლე, აი უმოკლეს ვადაში შეძლოთ მათ დამახსოვრებას და ყოველდღიურობაში გამოყენებას. ასე რომ გირჩევთ აუცილებლად სცადოთ ეს ხერხი
სულ ეს იყო რეალურად გაგიზიარეთ საინტერესო გზა ინგლისურად სიტყვების დამახსოვრების, სანამ მომავალი ვიდეო დაიდება, შეგიძლიათ თავად სცადოთ და შედეგები დააკომენტაროთ. წარმატებებს გისურვებთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და დაკომენტარება, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ინგლისურის უფასოდ შესწავლა. წარმატებები მომავალ შეხვედრამდე.